მეგობრებო, დღეს მე და ანი ვიმყოფებით კამა თბილისში. მოგესალმიანი. მივირთმევთ ოსპის კრემ სუპს, სკანდინავიურ ბოულს და სკანდინავიურ ორეგულის სენდვიჩს. ძალიან ლამაზად არის ეს კერძები წარმოდგენილი და მინანება რომ რაღაც ჩემი დავშალო და ვჭამო. ავიღეთ მარწყვისა და მანგოს წვენები, რაც არის უგემრიელესი. მოდით დავიწყოთ. დავაგემოვნოთ ოსპის კრემ სუპი. ძალიან გემრიელია. ის გოგო დამითაგე. ამ ყველა სენდვიჩთან ფიზიკურად როგორ ვჭამო ესეთი სუპი არ ვიცი, იქნება ესე ვცადოთ. არ გაიმეოროს რადგან დავისვარებ. როგორც პრეტენზიული მჭამელი, მაგარია. შემოეჭამა. შევიძედვით. გავსინჯავთ სკანდინავიურ ორეგულის სენდვიჩს. Sharing is caring. შეიძლება გამოიყურება. First bite. Gemilia. Ემოები თამაშობს პირში. ორეგული არის ძალიან fresh. აქ უნდა მოხვიდეთ ძალიან გემრიელობა. მოგეწონა ხო? უბრალოდ ვაუ. დრო არის სკანდინავიური ბოულის დავაგებო. არ გაგიკვირდეთ, მაქვს ასეთი ჩვევა, რომ დავკნოსო ყველაფერი, რასაც შევჭამ. სასწაული მისართმევია თან დაბალკალორიულია, რაც მთავარია და ზაფხულში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მინდა ოსპის სუპი. იმდენად მოეწონა ანის რომ წამართვა ფიზიკურად მისაკუთრა. მე ვარ picky eater, პრინციპით განსაკუთრებით სუპებს ვერ ვიტან, მაგრამ ოსპის სუპი ჩემი ფავორიტია. ყველის ტოსტთან ერთად. და მშვიდობე ოსპის სუპს. სკანდინავიურ სალატში რამდენჯერაც რაღაცა მოვიღე, იმდენჯერ ქვემოთ რაღაც დამხვდა, რაღაც ახალი ინგრედიენტი შემოდის ყოველთვის და ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან აზარტული. მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვიცით, რომ წონაში არ მოვემატებთ, რომ ეს არის აი ჩვეულებრივი ჩიტინგი, აი ჩვეულებრივი. ესე გემრიელია ყველაფერი, რომ ლექციასაც კი ვაცდებ. სამართი უკვე იცით, უგემრიელესი საკვები რომ აქვთ უკვე იცით, ამიტომ ბოლზე და გლოვაზეს ხკოლას თავით დაანებეთ და აუცილებლად მომბრძანეთ კამაში. თან დაისვენებთ, თან ისიამოვნებთ, თან შეჭამთ, თან გაერთობთ, თქვენს მეგობრებთან ერთად, თუნდაც ცალკე. ისეთი დიდი ულუფებით არის ყველაფერი, რომ შეგიძლიათ ჩვეულებრივად გაიზიაროთ მეგობრებთან ერთად. რედაქციამოვნეს უბრალოდ რო ზიხარ. ASMR. ძალიან სასიამოვნო დღე გამოვიდა ანისთან ერთად, ასწვენი. დაგემშვიდობებით მეგობრებო, მადლობთ რომ გვიყურეთ. Bye bye.